it takes. Whatever it takes. Whatever it takes. Whatever it takes. მოგესალმებით მეგობრებო, მარველმა ძალიან მოულოდნელად გამოაქვეყნა შურისმაძიებლების უკანასკნელი ფილმის მეორე ოფიციალური ტრეილერი. ჩემი ვარაუდები გარკვეულწილად გამართლდა. ვარაუდობდი, რომ მეორე ტრეილერს ვიხილავდით მას შემდეგ, რაც კაპიტანი მარველის ფილმის პრემიერა იქნებოდა და ისიც. პრემიერიდან ერთ კვირაში ჩვენ მივიღეთ Endgame-ის ახალი და დიდი ალბათობით ბოლო ტრეილერი, ასე რომ დრო შევუდგეთ ტრეილერის ანალიზს და კადრები სათითაოდ განვიხილოთ. როგორც შენიშნეთ, ტრეილერის პირველი ნახევარი ძირითადად შედგება მარველის წინა ფილმებისგან, როგორებიც არ რკინის კაცის პირველი ნაწილი. აქ ტონი გვიყვება, რომ მან საკუთარი გზა გამონქაბულიდან ბრძოლით გაიკვალა, რის შემდეგაც გახდა რკინის კაცი. ამის შემდეგ მიხვდა, რომ პეპერი უყვარდა. უსასრულობის ომში ის პეპერს პირდება, რომ აღარ იქნება არანაირი სიურპრიზები, თუმცა იმედოვნებს, რომ დედამიწაზე დაბრუნებით მას კიდევ ერთ სიურპრიზს მოუწყობს. დიდი ალბათობით ეს საუბარი ამოღებულია იმ სცენიდან, სადაც სტარკი უკანასკნელ შეტყობინებას წერს მისი მეუღლისთვის და დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ემოციური ტექსტი მოვისმინეთ. ამის შემდეგ უკვე მოკლედ ვეცნობით კაპიტანის წარსულს, ხედავთ კადრებს პირველი შურისმაძიებლის ფილმიდან, რის ფონზეც გვესმის პეგი კარტერის სიტყვები. სამყარო შეიცვალა, უკან დაბრუნებას ვერავინ შეძლებს. ისღა დაგვრჩენია, რომ საუკეთესო საქმეები ვაკეთოთ და ხანდახან საუკეთესო ის არის, როდესაც ყველაფრის თავიდან დაწყება შეგიძლია. მესამე კი ეს არის თორი, რომლის პირველი ფილმიდანაც ვიხილეთ კადრი ოდინთან ერთად. მარველის 11 წლიან საქმიანობას თავი ერთად უნდა მოეყაროს, რაშიც გმირების წარსული დიდ როლს ითამაშებს. ასე რომ ძალიან ლოგიკურია ძველი ფილმების კადრების ჩასმა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ძველ კადრს თან სდევს წითელი ფერი, ანუ ყველა სცენაში რაიმე დეტალი წითელი ფერით არის წარდგენილი. ეს შეიძლება იმ მსხვერპლზე მიგვანიშნებდეს, რომელსაც გმირები გაიღებენ Endgame-ის ფილმში. ამას წინათ გავრცელებულ ტივის სპოტში ვიხილეთ ყველა გამქრალი გმირი. ისინიც იგივე წითელი ფერით არიან წარმოდგენილი. აქ ხაზი გაესო ამ გმირების მსხვერპლს, რომელთაც თავი გაწირეს იმისათვის, რომ დარჩენილი გმირები Endgame-ში აღმოჩენილიყვნენ. ახლა კი ამ მსხვერპლის გაღება ყველას მოუწევს. ამის შემდეგ ხედავთ ქორის თვალას, კლინტ ბარტონს, რომელიც თავს ქალიშვილს ავარჯიშებს ისრის როლაში. დიდი ალბათობით ესეც წარსულის კადრია, რადგან როგორც ვიცით, Endgame-ის ფილმში ბარტონის ოჯახის თანოსის ქმედებას ეწირება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქორის თვალა გარდაიქმნება რონინად. ხედავთ, რომ იაპონიაში ნატაშა ახერხებს მის პოვნას. მომდევნო კადრში უკვე გვესმის როჯერსის სიტყვები, რომელიც ამბობს: მე ყველას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არ დანებებულიყვნენ. ზოგი ამას აკეთებდა, მაგრამ ჩვენ არა. ამ სცენაში ვხედავთ, რომ ნატაშას მის სტილი შეცვლილი აქვს. ეს ტრეილერის უდიდესი მინიშნებაა. ამის მიხედვით შეგვიძლია განსაზღვროთ, რომელი კადრია ამოღებული წარსულიდან და რომელი აწმყოდან. როგორც ჩანს, ეს კადრიც უკვე თანამედროვე დროის ნაწილია. ამის შემდეგ სცენაში უკვე ვხედავთ სკოტს, Ant-Man-ს, რომელიც როგორც ჩანს და რა თქმა უნდა ასეა, მან დააღწია თავი კვანტურ სამყაროს. გამოვიდა იქიდან და არ იცის რა ხდება ამ სამყაროში. ხედავს მეზობლების მიერ გაკრულ განცხადებებს, სადაც ადამიანების მოულოდნელ გაუჩინარებაზეა საუბარი. მან არ იცის რა მოხდა, სწორედ ამიტომაც მივა შურისმაძიებლების HQ-ში. აქ ალბათ სკოტი უკვე ეტყვის გმირებს კვანტური სამყაროს და დროის ხვრელების არსებობის შესახებ. კარგი, ამ თემას ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდებით. მომდევნო კადრში ვხედავთ ხომალდს. ხომალდში კი არიან ნატაშა და კლინტი. ეს შესაძლოა კლინტის დაბრუნება იაპონიიდან შურისმაძიებლებთან. ამის პარალელურად გვესმის ნატაშას ხმა, რომელიც ამბობს: თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, ჩვენ ვალში ვართ. მათთან, ვინც ახლა ჩვენთან ერთად ოთახში არ არის, რომ ვცადოთ. ამ სცენაში, როგორც ხედავთ, ნატაშას კვლავ გრძელი თმა აქვს. ესე იგი, ეს კადრიც უსასრულობის ომის მოვლენებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არის წარმოდგენილი. შემდეგ ვხედავთ, რომ კლინტი გარბის და მის უკან გაურკვეველი აფეთქებაა, ხოლო მომდევნო კადრი ნამდვილად შესანიშნავია. ვნახეთ როუდი და როკეტი. როკეტის ვიზუალი და ფორმა საგრძნობლად არის შეცვლილი, ანუ უფრო მეტად არის მიმსგავსებული კომიქსების ვერსიასთან. რაც შეეხება ომის მანქანას, მას აქვს ახალი მეტად განვითარებული კოსტუმი. როგორც ჩანს, ფილმში სტარკის და როუდის დუოს ვეღარ ვიხილავთ. როუდის გვერდზე კი სტარკ ჩაანაცვლებს როკეტი. ატმოსფერო საკმაოდ ბნელი და შემზარავია. ახლა რამოდენიმე სცენას გადავახტეთ, განვიხილოთ ბოლო კადრი ტრეილერი და შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ საკმაოდ მნიშვნელოვან სცენებს.
ბოლო კადრში უკვე ვხედავთ, რომ გმირებს აცვიათ კვანტური სამყაროსთვის განკუთვნილი უნიფორმები, როგორც ვხედავთ ნებულა და სტარკი დაბრუნდნენ კოსმოსიდან. დიდი ალბათობით ეს კადრი უკვე ფილმის მეორე ნახევარიდან არის ამოღებული და ახლავე აგიხსნით ავტომატს. ტრეილერის სხვა კადრებში ვხედავთ თუ როგორ ემზადებიან შურისმაძიებლები ვიღაცასთან საბრძოლველად, მაგალითად კაპიტანი, რომელიც ფარს ჭიმავს, როგორც წესი მას ხელზე ფარი მოჭიმული არ აქვს ხოლმე, რადგან მისი სროლა ხშირად უწევს. იქიდან გამომდინარე, რომ მასთან მჭიდროდ მოიჭირა ხელზე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბრძოლველად ერთ-ერთზე მიდის ვიღაცასთან. გარდა ამისა, თორი, რომელიც მეხის მტეხელს ამზადებს, ნებულა, რომელიც ციბრაზისგან ყვირის და ვიღაცისკენ მიემართება, ან თუნდაც როკეტი და როუდი. მაქვს ვარაუდი, რომ შურისმაძიებლები ფილმის დასაწყისშივე შეებრძოლებიან თანოსს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი პირველი გეგმა სწორედ რომ თანოსთან შერკინება იქნება მეტად სრულყოფილი ძალებით. ამას ადასტურებს ტრეილერის ბოლო სცენა, სადაც თორი ხვდება კაპიტან მარველს. ნატაშას ვიზუალიდან გამომდინარე ვწმუნდებით, რომ ეს სცენა ფილმის დასაწყისშივე უნდა ვიხილოთ. იყო ვარაუდები, რომ Endgame-ის ფილმის პირველი ნახევარი დაეთმობოდა გამქრალი კაცობრიობის დაბრუნებას, ხოლო მეორე ნახევარში გმირებს მოუტევდა თანოსზე უფრო ძლევამოსილი ბოროტმოქმედის შეჩერება. ახალ ტრეილერში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია უსასრულობის ომის კადრებს, ასე რომ არანაირ ახალ ბოროტმოქმედს არ უნდა ველოდოთ. ფილმი მთლიან დაეთმობა თანოსის ნაოხარის აღმოფხვრას და პოპულაციის რაოდენობის აღდგენას. რაც შეეხება უშუალოდ თორის სცენას, საინტერესოა რა ხდება ამ სცენაში. კაპიტანი მარველის კრედიტ სცენაში ვნახეთ, რომ კაპიტანმა და ნატაშამ ფიგურის მიერ დატოვებული პეიჯერი იპოვეს. მოულოდნელად კი გმირებს თავს ადგებათ კეროლ დენვერსი, რომელიც დანიშნულების ადგილას ჩამოვიდა. როგორც გითხარით, გმირების პირველი გეგმა თანოსზე შეტევა უნდა იყოს. დისნეიმ ტრეილერში სრულად არ ჩასვა ეს დიალოგი, თუმცა მოვლენები სავარაუდოდ შემდეგნაირად განვითარდა. კეროლის ამ შეთავაზების შემდეგ ამბობს თორის სიტყვებს მეის მომწონს. ახლა ისინი თვლიან, რომ მეტად ძლიერ ძალას წარმოადგენენ, როგორც ვნახეთ სტარკი და ნებულა დაბრუნდნენ კოსმოსიდან. ნებულამ იცის, სად არის თანოსი, ასე რომ გვინებს ის წაუძღვება. კაპიტანი მარველი კი იტყვის, რომ მათ დაუყოვნებლად უნდა შეუტიონ ტიტანს. ამაზე ბრიუს ბენერი იტყვის, რა გარანტია გვაქვს, რომ ამჯერად დავამარცხებთ თანოსს. რადგან კეროლი პასუხობს, ამჯერად მე ყავართ. ჩემი აზრით ისინი იბრძოლებენ თანოსთან და დამარცხდებიან. ამაზე როგორც გითხარით, მეტყველებს კაპიტანის სცენა და ნებულას სცენაც, რომელიც ასეთი სიძულვილით მეუჭება თანოსის გარდა სხვა ვინმესთან მიდიოდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი ბრძოლის შემდეგ თანოსი ფილმში მნიშვნელოვნად აღარ ფიგურირებს. დავუბრუნდეთ ბოლო კადრს. ხედავთ, რომ გმირები კვანტური სამყაროს ფორმებით მიაბიჯებენ HQ-ში. აქამდეც ვნახეთ მათ ტანზე ეს ფორმები, თუმცა ახლა ეს ოფიციალურად დადასტურდა. ეს დიდი ალბათობით მათი მომდევნო გეგმაა. როგორც გითხარით, სავარაუდოდ ისინი თავიდანვე შეებრძოლებიან თანოსს, ხოლო დამარცხების შემდეგ მიხვდები, რომ ფიზიკური ძალით ვერაფრის გახდებიან და უკვე წარსულში უწევთ მოგზაურობა. ასე რომ ბევრი მივიწყებული გმირის და სცენის გახსენება მოგვიწევს, როგორიცაა მაგალითად ნიუ-იორკის ბრძოლა. მოკლედ, ვფიქრობ დღეისათვის სულ ეს იყო, აუცილებლად შემოგთავაზებ დამატებით ინფორმაციას სხვა ვიდეოების სახით, ახლა კი გემშვიდობებით, დროებით. Whatever it takes. Whatever it takes. Whatever it takes. I like this one.